გამარჯობა მეგობრებო. რამდენიმე წლის წინ ერთი უცნაური ამბავი შემემთხვა და გადავწყვიტე თქვენ მოგიყვეთ. ისე აქამდე არავისთვის არ მომიყოლია. მოგეხსენებათ, რომ ჩემს ვიდეოებში გაჟღერებული მაქვს, რომ ჩემი შვილი ცხოვრობდა ვენაში 5 წლის განმავლობაში, იქ სწავლობდა. და იმ დროის განმავლობაში ჩვენ ვსტუმრობდით ხოლმე მას. დიდ ქალაქებში ცხოვრება და გაჩერება დიდხანს მე არ მიყვარს, მაგრამ ვენა ძალიან საყვარელი ქალაქი არის და მახსოვს, რომ ერთ-ერთი ყოფნის დროს ჩვენ ვიყავით ზემო ავსტრიაში, რომელიც ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზი ბუნება აქვს და ჩამოვედით უკან და 2 დღე ვიყავით მასთან, მის ბინაში და აი ჩემმა ერთმა ახლობელმა იცოდა, რომ მას უსტუმრობდით და მანამდე მითხრა, რომ აი შენ რომ იქ იქნები, აუცილებლად ესტუმრე, იქ არის თერმული წყლები, არის მეტროს ბოლო გაჩერება ობერლა, ეს არის დიდი ხნის აღმოჩენილი და ძალიან კარგი აუზების სისტემა არის შექმნილი, ჩვენ ვიყავით, ძალიან ვისიამოვნეთ, ძალიან ისიამოვნებ. მე სიმართლე გითხრა, დაგეგმილი არ მქონდა ეხლა ეს მადლობა კი გადაუხადე ამ ინფორმაციისთვის, მაგრამ მე აგერ ზღვაზე ვცხოვრობ და 19 გრადუსზე შევდივარ და ვცურავ აქ და თანაც მაქვს აუზების და ასე, ესე იგი, საუნების სპა სისტემა ჩემგან ფეხით 5 წუთზე. თან ჩავიხედე და ვნახე, რომ ფასები იწყება პიროვნებაზე 40 ევროდან, იმის მიხედვით თუ გინდა შენ საუნა და ასე თქვათ, უფრო მეტი და მეტია გადასახდელი. და ვთქვი, რომ ვენაში რა მინდა ეხლა საცურაოდ შემიძლია ჩემს ქალაქშიც კი წავიდე. მაგრამ საინტერესო არის, რომ თითქოს განგებას უნდოდა ბოლო დღეს იყო წვიმიანი გრილი დღე, სექტემბერი იყო და პრომეტად საინტერესო არის, რომ მიუხედავად ისეთი ხშირი კონტაქტიც არ ქონდა, მაგრამ აი წინა საღამოს შემეხმიანა ჩემი ეს ახლობელი და ჩამეკითხა, რომ იყავით იქ და გამახსენე, მოთხარი არა, არ ყოფილი ვარ და იცი, ძალიან კარგია, კიდევ მიქო. და აი სწორედ დაემთხვა, გამახსენა გრილი წვიმიანი მოღრუბლული დღე და ჩემებს უთხარი, მოდი საუნებიც ყოფილა და ჯანმრთელობისთვის კარგი არის, წავიდეთ, მართალია გრძელი გზა იქამდე, მაგრამ წვიმიანი დღე არის და რა უნდა გავაკეთოთ. გასაკეთებელი კი მოიძებნებოდა, მაგრამ აი განწყობას რო გამოგვიკეთებ და ვიფიქრე და საუნას შეუძლია განწყობის გამოკეთება. და მართლაც ესე წავედით, მივედით და ჩვენ ვართ ქვემოთ აუზები არის, გარეთაც აუზებია, მაგრამ ისინი იმ დღეს დახურული იყო, ასე ვთქვათ, არ ფუნქციონირებდა, რადგან ძალიან გრილი დღე იყო და ყველა იყო შემინულ სივრცეში. და ესეთი რაღაც მომრგვალებული, ძალიან ლამაზი ფორმის აუზი მახსოვს მე, ჩემი მეხსიერება დაახლოებით 4-5 წლის ამბავი მაინც იქნება. იცით რა, გეტყვით, რომ სანამ ეს პანდემიის ამბები დაიწყებოდა, სწორედ მგონი ის წინა წელიწადი იყო. და წყალი აღმოჩნდა იმაზე ცხელი, იმაზე მაღალი ტემპერატურის, ვიდრე წარმოვიდგენდი. საერთოდ ცურვა არ შეიძლებოდა. და აი ამ ადგილზე ეს მომრგვალებული ესეთი ადგილი არის, ფეხზე დგომაც შეიძლებოდა, მოკლედ ეს წყალი იყო, ასე ვთქვათ, საჭმელაოდ და არა საცურაოდ, თერმული წყალი, როგორც ამოდის. და მე ვიფიქრე, რომ კარგია, ეთყობა რაღაცისთვის, ნუ კარგი იქნება და მე ავალთ საუნები იყო მეორე სართულზე, როგორც მახსოვს. ამ დროს ჩემთან მოცურდნენ წყვილი, რომელიც აი ინგლისურად დამელაპარაკა და მითხრეს, რომ აქ ძაღლები დაშვებულია და მე ვთქვი არა
აბა ეს რა არისო და მიმიყვანეს აუზის ნაპირზე გეს ხომოყობა ეს ბორდუირე წყალი რო გადაესხმება რომ წყალი ჩავიდეს და რაც ქვია ამ ნაწილს და იქ უკაცრავად უნდა თქვა და ბუდიშ მოგიხდით ამ არაესთეტიურობისათვის დევს ნუ საკმაოდ დიდი მოცულობის განავალი. ხო, და ეს რო დავინახე, შოკის რეაქცია მქონდა. მოვიხედე და რას ვხედავ, წყალში კიდევ მსგავსი ნაწილები ცურავენ. და ჩემთან მოცურდა ლილიკო რომ დაინახა რომ მე ამ ორ ადამიანთან ესე კონტაქტობ და იმას ვაჩვენე ძალიან ემოციურად სასტრაფოდ დავტოვეთ ჩემ მეუღლესაც დავატოვებინეთ იმას ის ვერც მიხვდა იმ მომენტში თან გზადაგზა უხსნით რომ სასტრაფოდ ამოდი გასულები ვართ მეორე მხარეს ავედით და მოვიხედე და ხედავ რომ პერსონალიდან ქალი დგას და ძალიან რუტინულად მშვიდად აი იცით მე რომ ჩემს გუბურაზთან რომ დგევარ და ეს ბადით რომ ვიღებ ჭიქჩაყრილ ფოთლებს აი ესეთი მოზომილი ესე იღებს და ძალიან მეუცხობა მისი ეს საქციელი ჯერ ერთი ვიფიქრე საიდან მიხვდა ჩემი ეს ემოციურად დავტოვე ეს აუზი მაგრამ არ მიყვირია და ისტერიკები არ ამეტეხია და ეს კარგი დაინახა რაღაცა სიტუაცია კი მაგრამ ხო უნდა მოვიდეს და მკითხოს აქ ასე მოხდებოდა ჩემს ქალაქში რომ ჯერ შემეკითხებოდნენ რატომ ხართ აღელვებული და იმან დაინახა მაშინვე რა მოხდა და თანაც ეს ბადე საიდან ესე მალე მოკლედ ძალიან მინდოდა რომ სწრაფად გავცვლოდე იქაურობას. ჩემები მეზიდებოდნენ რომ წამოდი ავიდეთ ზემოთ და წყალი გადავივლოთ და საუნაში შევიდეთ რომ დაივიწყო ეს ყველაფერიო და მე არ ვიცი ვამბობ ხოლმე ხანდახან ჩემში ეს ინტერესი ზალავს აი ამ ათვალწუნებას თუ აი როგორ გითხრათ აი ამ ზიზღის შეგრძნებას რაც იმ მომენტში მქონდა და დაველოდე მე გადავედი მის მხარეს მოუარე ფეხით დავდექი გვერდით გაუღიმე და მეუთხარი ხშირად ხდება მეთქი ხო ესეთი რამეები და დამიქნია თავი ეს სანამ აუსთან რომ მივედით იყო დაახლოებით 5-6 ეტლი ჩამომწკრივებული შეზღუდული უნარის მქონე პირებისათვის და ისინიც იყვნენ აი ამ წყალში და მე რო ეს ემოციურად ამოვედი ყველა გაქრა ძალიან მალე დაცარიელდა ის სივრცე და მე ახალი ტალღა რომელმაც ეს ვერ დაინახა შემოვიდა ბავშვებიანად და მე უყურებდი ზოგი ბავშვები ყურყუმელაობდნენ ამ წყალში და თამაშობდნენ რასაკვირველია მათ არაფერი არ იცოდნენ მოკლედ ამ ქალმა ასე მითხრა რომ აი ეს პირი ეს შეზღუდული მოძრაობის უნარი აქვს თუ შეზღუდულიო ზიანო მთელი დღე სავარძელშიო და მათო აქვს ხშირადო გაუვალობის პრობლემაო კუჭიშეკრულობის პრობლემაო და აი ცხელწყალში ეს სითბო და ეს მოძრაობა კი მათ ეხმარებაო აი ამ პრობლემის მოგვარებაშიო და ეხლა მე კიდე უფრო გაოგნებული უსმენ მაგრამ არ შევიმჩნიე და უთხარი და ესენი თქვენი ყოველდღიური სტუმრები ჩანან მეთქი და ნუ ამასაც თავი დამიქნია წამოვედი ის დღე საუნა ძალიან მიყვარს და ძალიან მიკეთებს გუნება განწყობას მაგრამ ვერც გუნება განწყობა გამომიკეთა გაოგნებული ვიყავი მე ჯანმრთელობის პედაგოგი ვარ აი ამდენი მაგრამ არ არის აუცილებელი ამ სფეროში მუშაობდე ხა ვამბობდი რომ ესეთი რაღაც არის დაუშვებელი ესე იგი ნიშნავს რომ ეს ადამიანები იღებენ ან ვაუჩერებს ან ფასის დაკლებას
ერთი მხრივ კარგია მათი ჯანმრთელობისათვის, მაგრამ ეს პრობლემა უნდა იყოს ისე გადაჭრილი, რომ ის არ ხდებოდეს, რაც მე დავინახე. და მივხვდი, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, რომ ეს სისტემატურად ხდება. იმიტომ ბევრ ადამიანს და მით უმეტეს როცა შენ ვერ მოძრაობ, იღებ რაღაც ბევრი მედიკამენტებიც იწვევენ აი ამ შეკრულობას და შედიხარ წყალში და იქ ვეღარ ასწრებენო ამოსვლასო. საინტერესო ის იყო, რომ ეს ამბავი, რომ მე რო ძალიან ემოციები მომეძალა, იქ უცებ ძალიან სწრაფად დაცარიელდა იქ ის სივრცე. რასაკვირველია, არსებობს ყველა პრობლემის გადაჭრის გზა. მე ეხლა რომ მომანდონ დიდი მენეჯმენტის სპეციალისტი, მე არ მგონია თავი, მე ჩემი ოჯახის და ჩემი საქმის მენეჯმენტს ვასრულებ, როგორც ვაკეთებ, როგორც შემიძლია, მაგრამ მე ნამდვილად მესახება რამდენიმე გზა, რომლითაც მათაც ექნებოდათ ამ სარგებელი და ეს უმრავლესობასაც არ მოუწევდა იმ წყალში შესვლა და ბავშვებს იქ ყურყუმელა თამაში ამ წყალში, სადაც მე ჩემი თვალით ასეთი რამები დავინახე და როგორც მითხრეს, სისტემატურად უნდა ხდებოდეს ასეთი რამეები. ხა წამოვედით და ძალიან დაძაბული ვიყავი, რომ თქვი, რომ ეხა მე უნდა უჩივლო ამ სტრესისათვის, რომელიც მე მათ მომაყენეს და კიდევ ჩემს უკან ხო დგას ამდენი ადამიანი, რომელმაც არ იცის, აზრზე არ არის და შედის და იხდის ამდენ ფულს და აქ გონია, რომ ჯანმრთელობისთვის თავის ჯანმრთელობას რაღაც სიკეთეს უკეთებს. მაგრამ მეორე დღეს გამოვფრინდით და შემდეგ ძალიან ბევრჯერ გამახსენდა და როგორც აბეზარ ბუს რომ მოიგერიებ, ისე ვიცილებდი აი ამ ფიქრებს. გავიდა წლები და უთხარი ჩემ თავს, რომ არა, უნდა ჩაეკითხო და მართლაც ზაფხულში დავწერე ეს ყველაფერი და გაუგზავნე ამათ ოფიციალურ ელ-პოსტას, რომელიც ვნახე ინტერნეტში და ვიფიქრე ალბათ, თუ მიპასუხეს, ეგეც საოცრებაა. მეორე დღესვე მოვიდა პასუხი. ის ქალი, რომელსაც ალბათ ეს ეხებოდა, მიწერდა, ჯერ დამიწერა და დიდი წუხილი გამოხატა იმ უსიამოვნო გამოცდილების გამო, რომელიც მე ამ აუზებში გადამხდა და შემდეგ მან თქვა, რომ ეს უნდა ყოფილიყო გამონაკლისი, რადგან და ამავე დროს წყალი სულ კონტროლდებაო. დამეწერა და წყლის ხარისხიო არისო ჩვენთანო კარგიო, რადგან ეს რუტინული კონტროლებიო ასე აჩვენებინო და ხდება წყლის დეზინფიქციაცო. ხა თუ თერმული წყალია ჯანმრთელობისთვის კარგი არის, ხა ძლიერი დეზინფიქცია რო ეს ბაქტერიები მოკლას, რასაკვირველია რაღაც ჯანმრთელობას მოუხდება. მაგრამ მე ეს რომ მომივიდა ეს პასუხი, მაშინვე დაუწერე პასუხი, სადაც უთხარი, რომ ჯერ დიდი მადლობა, რომ თქვენ ესე მალე მიპასუხეთ, მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ, რომ ეს იშვიათად ხდება, ამაში ვერ დაგეთანხმებით. პერსონალთან საუბარმაც აშკარად მითხრა, რომ ეს სისტემატურად ხდება და თანაც მეთქი მე ყველანაირი ლოგიკა მეუბნება, რომ თუ ეს კატეგორია, რომელიცაც აქვს ეს პრობლემა, თქვენთან ყოველდღურად ჯგუფურად მოდის და თუ მეთქი ეს წყალი და წყალში მოძრაობა ასე მოქმედებს ნაწლავებზე, ასევე იმოქმედებს შარდის ბუშზე და აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით მოხდება ყოველ დღიურად თუ არა, კვირაში რამდენჯერმე წყლის ასე დაბინძურება მეთქი და ეს არაჰიგიენურია მეთქი და მე ახლა თქვენი წერილიდან გავიგე, რომ თქვენ მეთქი ამდენი წლის განმავლობაში ამ პრობლემისთვის თვალი არ გაგისწორებიათ, არ მოგიგვარებიათ და აქედან გამომდინარე ჩემი დიდი საყვედური მეთქი თქვენი მენეჯმენტის მიმართ მეთქი, იმიტომ რომ ეს პრობლემა ჩემი აზრით არის მოგვარებადი და თქვენ კი არც გინდათ რომ ეს პრობლემა დაინახოთ როგორიც არის.
მე შეგნებულად როდის ვიყავი, რომელი წელი იყო, ის ქალი როგორ გამოიყურება და ეს ყველაფერი ისე დავწერე, რომ ვერ მიმხვდარიყო ვერავინ, ვინ მითხრა მე ახლა მეც აღარ მახსოვს, მაგრამ ის დღე ზუსტად შემიძლია, რომ ჩემი ჩანაწერებით, აი რომელ დღეს ვიყავი და ესეც არ დამეწერია, რომ რათა იმ ქალისათვის უსიამოვნობა არ გამოშკარავებულიყო, ვინ მითხრა, ვინ მითხრა ეს ინფორმაცია, ვინ იყო იმ დღეს. შემდეგ ეს რომ გავგზავნე და ხო, მე ვთქვი, რომ იცით მეთქი, მე ამიტომაც მეთქი, მე ამას საჯაროდ მოვყვები მეთქი, რომ მიცოდეთ მეთქი და კარგად ზანდებოდეთ მეთქი და აი ამ საყდურით დავამთავრეთ, თუმცა იმ აზრს ვიყავი, რომ უნდა ვენის მმართველობასაც დაუწერო, მაგრამ ამ დროს ეს ზაფხულის გრიპის შემხვდა, ერთი თვე ვახველებდი, ამ ხნის განმავლობაში წასული ვიყავი, ბენში ვიყავი, ჩემს შვილს ვესტუმრე, მერე რეგენსბურგში ვიყავი, მოკლედ გადამავიწყდა ეს ყველაფერი და ამ გამომეპარა, რომ მან წერილი ელფოსტით დამეწერა და მთხოვა ტელეფონის ნომერი, რათა ჩვენ ტელეფონით ერთმანეთთან გვესაუბრა. ესე იგი, ვერ მივხვდი რაღა იყო სასაუბრო, რაც ვიცოდი, ჩემი ვარაუდებიც უთხარი, ფაქტებიც უთხარი, მე ვფიქრობ, რომ ამ საუბრით მას უნდოდა მე გადავერწმუნებინე იმაში, ნუ რაც მე თვითონ ჩემი თვალით დავინახე და ყველანაირი ჯანსაღი ლოგიკა მეუბნება, რომ სანამ ეს აუზებ, აი ასე ხდება, როგორც აქამდე, ყურადღებას არ აქცევენ, იქ არის ასეთი კატეგორიის ხალხის და ისეთი კატეგორიის ხალხის და თუ ისინი თავს არ იწუხებენ, ხვდებიან, რომ ისინი ეს მენეჯმენტი თვალს ხუჭავს მათ ამ საქციელზე. თორემ ეს არ არის მოუგვარებელი პრობლემა. და იცით, დამაფიქრა ამ სიტუაციამ. ჯერ ვფიქრობ, რომ შეიძლება შევეხმიანო ამ ქალს და მაინც გავარკვიო რა უნდოდა, მაგრამ ამის გარეშეც ეს აი რაც ეხლა მოგიყევით. არის ისეთი ტიპიური და ნიშანდობლივი, აი იმ იდეოლოგიური მმართველობისათვის, რომელიც არის აქ, რომელიც არის ვენაში. ვენასში არიან ეს მემარცხენე მწვანეები. ეხლა რას გულისხმობ ამაში, იცით? უმცირესობის ინტერესი დგას უფრო მაღლა, ვიდრე უმრავლესობის ინტერესი. ეს კი არც დემოკრატიული პრინციპი არ არის, არც ამ შემთხვევაში ადამიანების ჯანმრთელობას არ უხდება და ამით უგულებელყოფას უკეთებს ჩვენს ინტერესებს. იმიტომ, როგორც თქვი, არის იქ რამდენიმე აუზები, არის ძალიან ბევრი საშუალება, რომლითაც მათაც დაეხმარები და მეც არ მაიძულებ, უბრალოდ მათ, ვინც აზრზე არ არიან, რომ ბავშვებიანად შევიდნენ იმ წყალში, სადაც მანამდე აი ცხელ წყალში, აი ასეთი რამეები ხდება. წარმოუდგენელი რამ არის. სხვათა შორის აი ამ დღეებში წავიკითხე, რომ მე თქვენ იდენტობის დადგენის კანონი აქ გერმანიაში როგორც შემოიღეს 1 წლის წინ ვიდეოც ჩაგიწერეთ, დაწვრილებით აგიხსენეთ, გაგიშიფრეთ, განახეთ სად დევს ეს კანონი და გადაგითარგმნეთ და ეხლა ეს კანონი მარტო გერმანიაში არ არის, ეს არის როგორც შვეიცარიაში, ასევე ავსტრიაში და სწორედ აი ამ დღეებში წავიკითხე ასეთი რამ. ცნობილმა პოლიტიკოსმა, ავსტრიელმა პოლიტიკოსმა გაზიარა, რომ კაცი უნდა წავიდეს ციხეში და ციხეში წასვლამდე რაღაც რამდენიმე კვირაში დაწერა განცხადება, რომ ქალად გრძნობს თავს. და გახდა ვალტერი ქვია და ვალტრაუდი. შეიცვალა ეს თავისი პირველი სახელი და სქესი და აქვს ახლა ახალი პირადობის მოწმობა. იმ პირადობის მოწმობაში წერია, რომ ის არის ქალი. არაფერი არც სხეულზე რამე არ შეუცვლია, მხოლოდ როგორც თვითონ ამბობს იმ ვიდეოში, ჩემს გვერდზე, Facebook-ის გვერდზეც გავაზიარე, ამბობს გულახდილად, რომ მეო ერთადერთი რაც დამჭირდაო, რაც გერმანიაში არ არის აუცილებლობა, ეთყობა ავსტრიაში არის აუცილებლობა, 1 საათიანი გასაუბრება ფსიქოლოგთანო და იმ გასაუბრებაში გადავიხადეო რაღაც 180 ევროთ, აქედანო რაღაც
მგონი 70 თუ 80-ო დაზღვევამ უკან დამებრუნაო. და ასე თქვათ, მამაკაცების ციხის მაგივრად მიდის ქალების ციხეში. და თუ ამ მოწმობას დაიტოვებს, ალბათ როგორც შვეიცარიაში მოხდა, რამდენიმე წლით ადრეც შეუძლია პენსიაზე გასვლა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი ავსტრიაშიც ქალები ადრე გადიან პენსიაზე. და აქაც რასაკვირველია, აი ამ შემთხვევაც გვიჩვენებს, რომ რაღაცა სულ ერთია რომელი მიმართულებით გაიხედავ, აი ამ აზრიან, აი ამ დიდებულ ქვეყნებში, რომლებიც ესე მოგწონს, რომლებიც ყველა ფიქრობ, რომ როგორც ყველა ქვეყანა, ნუ საუკეთესოს იმსახურებენ. ძალიან უცნაური ხალხი არის მმართველობაში. ძალიან უცნაური ხალხს აქვს პასუხისმგებლობა აღებული. ძალიან უცნაური რაღაცები ხდება. სხვანაირად, იცით, ეხლა თუ ვიტყვით, რომ აი ამ მეორე შემთხვევაში ციგივე უმცირესობის ინტერესიდან გამომდინარე მოხდა აი ასეთი კანონის მიღება, რომელსაც ეხლა იყენებენ კრიმინალები, რათა შეიმსუბუქონ თავიანთი ციხეში ყოფნის პერიოდი, ქალებთან არის მოხვედრილი. და დაუბრუნდები ისევ ჩემს მოყოლილს, რომ აი მე და სხვა ადამიანები მიდიან იქ და შედიან წყალში და იხდიან სერიოზულ თანხებს და გონიათ, რომ არიან ძალიან დაცულები, ძალიან წესრიგიან და ჰიგიენურ გარემოში და იქაც იმის მაგევრად, რომ პრობლემას თვალი გაუსწორონ და პრობლემა გადაჭრან, ამ პრობლემას თვალს არიდებენ და არ იცი, როდის რა ბაქტერიას აიკიდებს ადამიანი იქ რო შევა, ხო? ისეთი რა დეზინფექცია უნდა მოხდეს აი ამ მომენტში, როცა შენ ამ ამბის შემდეგ პირდაპირ წყალში შედიხარ, რომ ეს ყველაფერი განეიტრალებული იყოს და მეორეც გულახდილად თქვათ, ვის უნდა იმ წყალში შესვლა. მე ახლა რა არ არსებობს ესე იქ გამხედავი არ ვარ და ასე მგონია, რომ ვინც ეს ამბავი მოისმინეთ, არც თქვენ არ შეხვალთ აქეთ თანხარო შევგთავაზონ. ასე რომ ნამდვილად დამაფიქრებელი არის ეს ამბავი, მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ ხართ საერთოდ ვინც ვენაში, ხართ ნამყოფი, თუ ხართ იქ ნამყოფი და ისეც რას ფიქრობთ აი ამ შეუსაბამობაზე, წესით უნდა იყოს მენეჯმენტი, რომელიც აი ამ პრობლემას, რომელიც არ არის უზარმაზარი გადაუწყვეტავი პრობლემა, გადაწყვეტავს ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ ეს ასე არ ხდება. მოკლედ, პოზიტივი ბოლოს, ну, რაღაცნაირად ეს ამბავი გადავიტანე და აი ეგერ თქვენც მოგიყევით, უნდა გითხრათ, რომ ჩემი მეზობლისათვის, რომელთანაც მეგობრობ და ბევრ ამას უყვები ხოლმე, ეს აი ამდენი წლებია და არ მომიყოლია და ვფიქრობ, რომ უკვე აი ამ წერილით და აი ამ თქვენთვის გაზიარებით ეს ჩემთვის ეს პატარა ტრავმა რაღაცნაირად გადავამუშავე. გისურვებთ სიხარულს, სიკეთეს და იცით რა, გისურვებთ, რომ აი ეს რაც ახლა ამათ აკლიათ ის თვისება, რაღაცა პრობლემა არის, იმ პრობლემას თვალი გაუსწორო და ეს პრობლემა გადაჭრა, ეს ყოფილა არა ჩვეულებრივი, არამედ განსაკუთრებული თვისება და აი გისურვებთ, რომ მეც და თქვენც რომ ამის უნარი გქონდეს ცხოვრებაში. კარგად გრძანდებოდეთ, ნახვამდის.